მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვებინარებს და ვისაუბრებთ პატარა ქვეყანაზე საერთაშორისო ურთიერთობებში. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ არჩევენ ძლიერ და სუსტ ქვეყნებს და ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს. ქვეყანა შეიძლება ძლიერი იყოს სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ როგორც სახელმწიფო იყოს საკმაოდ სუსტი. ამასთან ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით შეიძლება იყოს პატარა და სუსტი, მაგრამ ამავე დროს ძლიერი სახელმწიფო იყოს. ეროვნული უსაფრთხოების პოზიციიდან გამომდინარე, სუსტი სახელმწიფოებრიობა გულისხმობს შიდა სისუსტეს, სოციალურ და ეთნიკურ გათიშულობას, სუსტ ეკონომიკას, ძლიერი და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების უქონლობას, ეროვნულ უმცირესობათა მიმართ არატოლერანტულობას. პატარა სუსტ ქვეყნებს ძლიერი ქვეყნებისგან განსხვავებით საერთაშორისო სინამდვილე ყოველთვის მეტ ხიფათს უქმნიდა. თუ პატარა ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოს ან სუპერძალას უშუალოდ მეზობლობს, ან უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციების გამტარია, ასეთ შემთხვევაში მას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება და მის დაუნებურად ძლიერი ქვეყნების ინტერესთა წრეში და გლობალური პოლიტიკის არეში ხვდება. უნდა აღინიშნოს დიპლომატიის როლი პატარა სუსტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში. თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ დიპლომატია მაშინ არის შედეგიანი, როცა მას ზურგს ძალა უმაგრებს, მაგრამ მაინც სუსტი ქვეყნისთვის ოსტატურ დიპლომატიას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ხოლო ყველაზე ნაყოფიერი დიპლომატია ნიშნავს სხვა, უფრო ძლიერი სახელმწიფოების ძალის გამოყენების უნარს საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის. საერთაშორისო სისტემაში როლისა და ადგილის განხილვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი გამოწვევები. პირველ რიგში, პატარა ქვეყანა დიდ გავლენას ვერ ახდენს საერთაშორისო სისტემის სტრუქტურასა და იერარქიულობაზე. პირიქით, ხსენებული სისტემის თავისებურებები დიდად განაპირობებს პატარა ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. პატარა ქვეყნის ინტერესები ჩვეულებრივ ლოკალურია და ზოგჯერ რეგიონალურ განზომილებას იღებს. ეროვნული უსაფრთხოების ხშირად ერთადერთი მიზანი კი გადარჩენაა. სამხედრო პოლიტიკური სტატუსის გამო მისი ყველაზე მძლავრი იარაღია დიპლომატია. მას არ გააჩნია სტრატეგიული შეცდომის დაშვების უფლება, რადგან ამგვარი შეცდომა მისთვის უმეტესწილად საბედისწერო იქნება. პატარა ქვეყანა საკუთარი მეურნეობისა და ექსპორტის დივერსიფიცირებას უნდა ცდილობდეს და მოერიდოს მხოლოდ ერთ პარტნიორთან ვაჭრობას, ან მასზე მთლიანად დამოკიდებულებას და დაქვემდებარებას. მას ასე დღევანდელ ვებინარზე ვისაუბრეთ პატარა ქვეყანაზე საერთაშორისო ურთიერთობებში, გისურვებთ წარმატებებს.